მოსახლეობის რიცხოვნობა 10 წლიან პერიოდში გაზრდილია 216,000 კაცით და საკმაოდ მაღალი ურბანიზაციის მაჩვენებელი ფიქსირდება დაახლოებით 62.4 არის საქალაქო დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის წილი, რაც თითქმის 5%-ული პუნქტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. თბილისში ცხოვრობს საქართველოში მუდმივად ცხოვრები მოსახლეობიდან თითქმის ყოველი მესამე პირი, მთელი მოსახლეობის 34% და თბილისის მოსახლეობა 10 წლიან პერიოდში 20%-ით არის გაზრდილი. ბათუმში მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა, რაც გამოძახილია, ასე ვთქვათ, იმ ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებლისა 153,000-დან 236,000-მდე გაიზარდა მოსახლეობის რიცხოვნობა ბათუმში და როგორც ჩემს შესავალში აღნიშნე, სამ რეგიონში, თბილისში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ქვემო ქართლის რეგიონში დაფიქსირდა მხოლოდ მოსახლეობის რიცხოვნობის და დანარჩენ რეგიონებში კლების ტენდენცია ფიქსირდება. უფრო ცლად დეტალური ანალიზი მუნიციპალიტეტების დონეზე შემდეგ სლაიდებზე მექნება. ეხლა კი წარმოგიდგენთ უფრო დეტალურ ინფორმაციას რეგიონების მიხედვით. იმერეთის რეგიონში მოსახლეობის რიცხოვნობა 2014 წელთან შედარებით შემცირდა 23,000 კაცით, ანუ დაახლოებით 4,3%-ით. ქვემო ქართლის რეგიონში 452,000-მდე გაიზარდა მოსახლეობის რიცხოვნობა, დაახლოებით 4,2%-იანი ზრდა გვაქვს. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 324,000-დან 403,000-მდე გაიზარდა მოსახლეობის რიცხოვნობის მაჩვენებელი. აქ მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ბათუმის ხარჯზე, დაახლოებით 20-21%. შემდეგ მოდის სამეგრელო ზემო სვანეთი, სადაც ასევე დაფიქსირდა მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირება, 7,6%-იანი შემცირება არის. კახეთის რეგიონში 303,800 კაცი ცხოვრობს, ანუ 4,6%-ით შემცირდა მოსახლეობის რიცხოვნობის მაჩვენებელი. შიდა ქართლის რეგიონში ასევე შემცირების ტენდენცია გამოვლინდა, დაახლოებით 252,000 კაცი ცხოვრობს, ანუ აქაც 4,4%-იანი შემცირება გვაქვს. რაც შეეხება დანარჩენ რეგიონებს, სამცხე-ჯავახეთში 155,000 კაცი ცხოვრობს, მოსახლეობის რიცხოვნობა 3,3%-ით შემცირდა. გურიის რეგიონში ცხოვრობს 102,400 კაცი, აღნიშნული მაჩვენებელი 9,7%-ით არის შემცირებული. ცხეთამთიანეთის რეგიონში მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირებულია უმნიშვნელოდ, დაახლოებით 0,6%-დან დაახლოებით 600 კაცით და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მოსახლეობის რიცხოვნობა დაახლოებით 30,000 შეადგენს. ამ სლაიდზე წარმოდგენილია სტრუქტურა რეგიონების მიხედვით, მარცხნივ, როგორც ხედავთ, თბილისის შემდეგ მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მოდის იმერეთი, შემდეგ ქვემო ქართლი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. მარჯვენა მხარეს სლაიდზე წარმოდგენილია რეგიონები მოსახლეობის რიცხოვნობის ცვალებადობის მიხედვით. წარმოგიდგენთ ინფორმაციას თვითმმართველი ქალაქების შესახებ, თბილისზე უკვე ვისაუბრე, რასაკვირველია, როგორც გითხარით, მნიშვნელოვანი ზრდით ხასიათდება ქალაქ ბათუმის მოსახლეობის რიცხოვნობა. ქუთაისს რაც შეეხება მოსახლეობის რიცხოვნობა გაზრდილია 148,000-დან 161,000-მდე. შემდეგ მოდის ქალაქ რუსთავი, სადაც ცხოვრობს 122,000 კაცი, აქაც ზრდის ტენდენცია შეინიშნება, თუ დავაკვირდებით, დეტალური ცხრილები გამოქვეყნებული იქნება პერიოდულად დღის განმავლობაში და თუ დავაკვირდებით, თბილისის შემოგარენში მოსახლეობის რიცხოვნობის გარკვეული ზრდა შეინიშნება. და მეოთხე ქალაქი გახლავთ ფოთი, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირებულია წინა აღწერის მონაცემებთან შედარებით. ტოპ 3 მუნიციპალიტეტი მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით. გორის მუნიციპალიტეტი ყველაზე მრავალრიცხოვანი მუნიციპალიტეტია, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა 10 წლის
განმავლობაში შემცირებულია 122,000 კაცამდე. შემდეგ მოდის მარნეულის მუნიციპალიტეტი, სადაც 116,000 კაცი ცხოვრობს, აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია. შემდეგ მოდის ზუგდიდი, სიდიდით, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა მცირედით რამდენიმე 1000 კაცით არის შემცირებული. აქ არის წარმოდგენილი ყველაზე მზარდი თვითმმართველი ერთეულები, მუნიციპალიტეტები და ქალაქები. როგორც ხედავთ, ბათუმის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ყაზბეგის, თბილისის, ლენტეხის, მარნეულის და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში. აქ თითოეული სვეტის თავზე წარმოდგენილია ზრდის პროცენტული მაჩვენებელი. ასევე წარმოგიდგენთ ყველაზე კლებადი თვითმმართველი ერთეულების სურათს, როგორც გითხარით, მაღალმთიან აჭარაში ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება გამოვლინდა აღწერის შედეგად, ეს გახლავთ ხულოს, შუახევი, ცაგერის, ასევე წყალტუბოს, ტყიბულის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში შეინიშნებოდა მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირება. საკმაოდ საინტერესო სურათია წარმოდგენილი შემდეგ წინამდებარე სლაიდზე, როგორც გითხარით, 96.1% საქართველოს მოქალაქეა, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა წილი გახლავთ 3.4%, გარდა ამისა 9% შემთხვევაში დაახლოებით 19,000 კაცის შემთხვევაში ვერ მოხერხდა მოქალაქეთა იდენტიფიცირება. 84.1% ეროვნებით ქართველია, როგორც ხედავთ გრაფიკიდან, 2.5%-ით გაიზარდა როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე ეროვნებით ქართველი მოსახლეობის. მაჩვენებელი 82% მოსახლეობაში მართლმადიდებელი ქრისტიანია, აღნიშნული მაჩვენებელი 10 წლიან პერიოდში 126,000-ით, ანუ 4.1%-ით არის გაზრდილი. სხვა რელიგიის მიმდევრებზე მოდის დაახლოებით 15.3%, 2.7% შემთხვევაში ვერ მოხერხდა ამის განსაზღვრა. ანუ ეს იყო უარი პასუხზე, ან თავი რო შეიკავა, მოკლედ შესაბამისი პასუხი და ან ვერ იქნა მოპოვებული შესაბამისი ინფორმაცია. და როგორც გითხარით, მშობლიური ენა ქართული წარმოადგენს მოსახლეობის 85%-ისთვის. დანარჩენი მოდის სხვა ენებზე, დაახლოებით 14%. აქ არის მკაფიო სურათი მოქალაქეობის შესახებ, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეების სტრუქტურა არის წარმოდგენილი. უცხო ქვეყნის მოქალაქეებში 28% არიან რუსეთის მოქალაქეები, წარმოდგენილები, ანუ ჯამში ქვეყანაში მუდმივად ცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები 124,000 შეადგენს. აქ არის ასევე 1000-მდე ადამიანი, რომელსაც მოქალაქეობა არ გააჩნია. მეორე ადგილზეა დაახლოებით 24,000 კაცით ინდოეთის მოქალაქეები, შემდეგ მოდიან უკრაინის, აზერბაიჯანის და სომხეთის მოქალაქეები. რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეების ზრდის მაჩვენებელს, აქ უფრო ვრცელი სურათია წარმოდგენილი, თუ როგორ რამდენი პროცენტით არის გაზრდილი აღნიშნული მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში. როგორც ხედავთ, 2014 წელს 7,620 რუსეთის მოქალაქე ცხოვრობდა მუდმივად საქართველოში, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5ჯერ არის გაზრდილი 37,700-მდე. რაც შეეხება ინდოეთის მოქალაქეების მაჩვენებლებს, აქ მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება 400-დან დაახლოებით 24,000-მდე, ანუ ეს დაახლოებით 58ჯერ აღემატება 10 წლის წინა მაჩვენებელს. აქ არის წარმოდგენილი ასევე უკრაინის, აზერბაიჯანის და სომხეთის მოქალაქეების მაჩვენებლები. მარჯვენა მხარეს ასევე თქვენ ხედავთ 5 ქვეყნის მოქალაქეთა სტატისტიკას, სადაც მარჯვენა მხარეში წარმოდგენილია ზრდის მაჩვენებელი ან პროცენტებში, ან ჯერადობაში. რაც შეეხება ეროვნების მაჩვენებელს, როგორც გითხარით, ქვეყნის მუდმივი მოსახლეობის 84.1% გახლავთ ეროვნებით ქართველი, რაც რიცხობრივ გამოსახულებაში 3,304,000 კაცს წარმოადგენს. მეორე ეროვნება გახლავთ აზერბაიჯანელი, რომელზეც მოდის მთლიანი მოსახლეობის
6.8%, შემდეგ მოდის სომეხი, ინდოელი და რუსი ეროვნების მქონე მოქალაქეები. ძალიან საინტერესო სლაიდია აქვე აქ წარმოდგენილი, სადაც ორ მაჩვენებელს აღსარებლობას და მშობლიურ ენას მიმოვიხილავთ. მართლმადიდებელი ქრისტიანების წილი მთელ მოსახლეობაში 82%-ია, მათი რაოდენობა რიცხოვნ გამოსახულებაში 126,000-იც არის გაზრდილი 10 წლიან პერიოდში, რაც პროცენტულ მაჩვენებელში 4,1%-ს უტოლდება. მუსლიმების წილი არის 11,1%, შემდეგ მოდის სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები და დანარჩენი რელიგიის მიმდევრებს სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილი აქვს. მშობლიური ენა ქართული არის მოსახლეობის 85%-ისთვის, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანული, შემდეგ სომხური, რუსული და რუსული. აქ არის ძალიან საინტერესო სურათი სოფლების მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით. დღეს მდგომარეობით ქვეყანაში დაახლოებით 3617 სოფელია, აქედან 200-მდე დასახლება საერთოდ მოსახლეობის გარეშეა, ანუ მოსახლეობა არ ცხოვრობს. ეს მაჩვენებელი გაუმჯობესებულია წინა 10 წლის პერიოდთან შედარებით. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით ყველაზე დიდი სოფელი გახლავთ დიღომი, სადაც ცხოვრობს 22,136 კაცი. მეორე ადგილზეა სადახლო, მარნეულის მუნიციპალიტეტიდან, ყიზილაჯლო, ასევე მარნეულიდან, სოფელი წეროვანი 7600-მდე დასახლებულით, მარტყოფი და სართიჭალა. აქ წარმოდგენილია ათეული. ასევე მარჯვენა მხარეს წარმოდგენილია სოფლები, სადაც შედარებით მცირე მოსახლეობაა დაფიქსირებული. ქვეყანაში 40-მდე ერთკაციანი სოფელია. დაახლოებით 42 სოფელში ცხოვრობს მუდმივად 2 ადამიანი, 31 სოფელში 3 ადამიანი და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქვეყანაში სულ 3617 სოფელია. აქედან 200-მდე დაუსახლებელია და დასახლებული შესაბამისად გამოდის 3417, სადაც მინიმუმ ერთი მაცხოვრებელი იქნა აღრიცხული. აქ არის ასევე წარმოდგენილი გრადაცია სოფლების მიხედვით, როგორც ხედავთ, იმერეთში ყველაზე მეტი სოფელია დაახლოებით 534 და ყველაზე დიდი სოფელი გახლავთ ქალაქ თბილისში, სოფელი დიღომი. ასევე როგორც გითხარით, ჩვენ სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩავატარეთ, რომელმაც მოგცა ყოვლისმომცველი სურათი ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ. აქ არის წარმოდგენილი რამდენიმე სლაიდი. ესე იგი, როგორც გითხარით, 809,000 ჰექტარია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. მიშოვანის და შეინიშნებოდა მრავალწლოვანი ნარგავების შემთხვევაში. მისი პროცენტული მაჩვენებელი 61-ია, გაიზარდა 110-დან დაახლოებით 176,000 ჰექტარამდე. როგორც ხედავთ, მიშოვანის და შეინიშნება აქედან ხეხილის ბაღებში და ვენახების ფართობის მაჩვენებლებში. ასევე აქ წარმოდგენილია ცალკეული კულტურების ნათესი ფართობი, როგორც ხედავთ, მაგალითად, წინა 10 წლის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია სიმინდის ფართობი, გაზრდილია ხორბლის ფართობი, მცირედი შემცირება შეინიშნება ბოსტნეულის და ქერის და კარტოფილის ნათეს ფართობებში. ასევე წარმოგიდგენთ სტრუქტურას, სადაც მოცემულია, ასე ვთქვათ, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების განაწილება, როგორც ხედავთ, 10 წლიან პერიოდში 14%-დან 22%-მდე არის გაზრდილი მრავალწლოვანი ნარგავების ფართობის წილი მთელ მიწის ფართობში და ეს ძირითადად უკავშირდება ხეხილის ბაღების და ვენახების მაჩვენებელს. ასევე
სასოფლო-სამეურნეო სარგებლობაში არსებული ვაზის ძირთა რაოდენობის განსაზღვრის შესაძლებლობა მოგვცა ჩვენ აღწერა 165 მილიონს შეადგენს ქვეყანაში არსებული ვაზის ჯიშთა რაოდენობა და აქედან უმრავლესობა დაახლოებით 96%, ცოტა უფრო მეტი გახლავთ ნაყოფის მომცემ ასაკში. როგორც ხედავთ, აქ ყველაზე მეტად გავრცელებული ორი ჯიშია, რამდენიმე ასეული ჯიშიდან, ბუნებრივია, რქაწითელის და საფერავის პროცენტული მაჩვენებელი სტრუქტურაში დაახლოებით 80.4%-ს შეადგენს. შემდეგ ყველაზე გავრცელებულ ჯიშებს შორის არის წარმოდგენილი ცოლიკოური, ცისკა და კახური მწვანე. ჩვენ ასევე აღწერის ფარგლებში შევაგროვეთ მონაცემები პირუტყვისა და ფრინველის სულადობის შესახებ. როგორც ხედავთ, დაახლოებით 851.000 შეადგენს მსხვილფეხა-რქოსანი პირუტყვის რაოდენობა. ეს მაჩვენებელი შემცირებულია, შემცირდა ასევე ცხრის სულადობა 704.000-მდე, ანუ 953.000-დან. გაზრდილია ღორის მაჩვენებელი, სულადობის მაჩვენებელი და აქ არის ასევე წარმოდგენილი სხვადასხვა პარამეტრები. ასევე ჩვენ აღწერის ფარგლებში შევისწავლეთ ფუტკრის ოჯახების რაოდენობის მაჩვენებელი, რომელიც გაზრდილია 17%-ით. ქვეყანაში აღწერის შედეგების მიხედვით 191.000-ზე მეტი ფუტკრის ოჯახია, აქედან ყველაზე დიდი წილით წარმოდგენილია ფუტკრის ოჯახების რაოდენობა იმერეთის რეგიონში, შემდეგ მოდის კახეთის და სამეგრელო ზემო სვანეთის და გურიის რეგიონები. მოგრეთ, ეს იყო ძირითადი შედეგები, რასაკვირველია, დეტალური ცხრილები წარმოდგენილი იქნება ვებგვერდზე და ასევე ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვიქნებით ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, რათა მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებლებს მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია, არა მხოლოდ მონაცემების, მათი ცვალებადობის შესახებ, არამედ იმ მეთოდოლოგიური ნიუანსების შესახებ, რომელიც გამოყენებულ იქნა მოსახლეობის აღწერის ჩატარების, სასოფლო-სამეურნეო აღწერის ჩატარების და მონაცემების დამუშავების და გავრცელების პროცესში.